2003 წლის 7 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე უკანონოდ წამოწყებული მშენებლობა ჩვეული ენერგიულობით აღკვეთა და თან მოსახლეობას ამ უნიკალური ტყეპარკის ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. დააძვრეს რევოლვერები, გამოიყენეს ჯოხები და ქვები ხალხის დასაჭირებლად. მე წავედებ წინ და მე ვიქნები წინა პლანზე, იმიტომ რომ მე ხალხმა იმისთვის ამირჩია, რომ ყველა ბანდის თბილისი არ გავანადგურებიო და ამ ხალხს არ წაართვა ბოლოს საცუსაბადებელი. და ვინაიდან პოლიცია, პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტი ყველა არის უმოქმედო, მე მაინც არ დავიხევ უკან. ხმაურიანმა აქციამ და ფიზიკურმა დაპირისპირებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და იმავე საღამოს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილმა ასეთი განმარტება გააკეთა. აბათ გაჩეხეს ეს ხეები, დაიწყეს შენებლობა ყველანაირი ნებართვის გარეშე, ყველანაირი კანონის დარღვევით. ამას მეფარიძეც კი არ აკეთებდა წყლეთში თავის დროზე, როცა მას ვებძოეთ ყველა ერთად. თავარი რაც იყო იქ, გამოვიდა ადგილობრივ მოსახლეობა და თქვა, აი ყელში ამოგვივიდა უკვე ეს. რამდენიმე ბანდიტმა როგორ უნდა ატეროროს ამდენი განათლებული, ნორმალური, თუნდაც დაჩაგრული ადამიანი, რომელსაც არ აქვს პენსია, არ აქვს ხელფასი, ელემენტარულად არ აქვს სამუშაო და ერთადერთი რაც აქვს ჩერჩა ჰაერი და ეხლა იმ ჰაერსაც სადაც სუნთქავენ და გამოდიან იქ ბავშვებს ასეინებენ, ართმევს რამდენიმე ბანდიტი, რომელმაც მოისყიდა, ყველა მოისყიდა მერიის სამსახურების სხვა ჩვენს რომელთაც ორლარად მიწეს ეს მიწები პარკში, ხა ბულონის ტყეში ვინმე რომ დაიწყოს შენებლობა ცენტრალურ პარკში. ციხიდან არ გამოვა რამდენი მრავალი წელიწადი. და აქ უკანასკნელ ტყეპარკს ქალაქში ანადგურებს ეშგროვა. ანა გაბრიაძემ, რომელიც პროფესიით მხატვარია, იმ დღეს ჩათვალა, რომ მრავალი წლის შრომა დაუფასდა და დიღმის ტყეპარკი განადგურებას გადაურჩა. ანას ოჯახი დიღომში საცხოვრებლად რომ გადმოვიდა, ის ჯერ პატარა გოგონა იყო. დროთა განმავლობაში ულამაზესი ტყე, რომელიც მისი სახლის წინ იზრდებოდა, მისი შემოქმედების და ცხოვრების ნაწილი გახდა. ჩემთვის ყველაფერი დაიწყო 10 წლის წინ, იმიტომ რომ მე დავიწყე იმ ტერიტორიაზე ხატვა პეიზაჟების. ვიდექი და ვხატავდი, აი, ნახატებს, რასაც ხედავთ სახში, ეს არის დიღმის ტყეპარკი. ჩემთან დასწრებით მოხდა იმ ტერიტორიის განადგურება. მე ვიდექი ვხატავდი, უცებ მოვიდა ბულდოზერი და აი არის სურათი, მწვანე კედელი იყო. და აი პირდაპირ თავზე დამეცა ყველაფერი. ფოლბერტები ყველაფერი ამოვიღე იქიდან და წამოვედი სახში. ახალ საცხოვრებელ მასივში ტყეპარკის გაშენება 1934 წელს დაიწყო. როგორც ამბობენ, ეს უშუალოდ სტალინის მითითება იყო. 200 ჰექტარზე გაშენებულ მწვანე ზოლს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. ქარსაცავის ზოლი თბილისისთვის და ასევე უნიკალური ხეების სანერგე მეურნეობა, საიდანაც ნერგებით მთელი ქალაქი მარაგდებოდა. თუმცა წლების განმავლობაში მისი ტერიტორია მცირდებოდა. 1985 წელს ტყეპარკის შუაგულში პიონერთა სასახლის შენობის კარკასი აიგო, რომელიც 90-იან წლებში მოსახლეობამ თვითნებურად დაიკავა და ორსართულიანმა შენობამ ნელ-ნელა ზომა და დანიშნულება შეიცვალა. გამწვანებული ზოლის 200 ჰექტარიდან მხოლოდ 75 ჰექტარი გადარჩა. აქ იყო როგორ იცით, გამწვანების ზონა. აქ ნარგავები იყო, ბევრი რაღაცა კეთდებოდა ქალაქისთვის. მერე ნელა-ნელა დროთა განმავლობაში ეს ხალხი წავიდა, მერე ეს სახლები გაიყიდა, თუ მიწები გაიყიდა. 1995 წელს ფირმა სანს დიღმის ტყეპარკის ტერიტორიის 18 ჰექტარი გრძელვადიანი იჯარით მრავალფუნქციური პარკის მშენებლობისთვის გადაეცა, ხოლო 1998 წელს კი ეს ტერიტორია მისი საკუთრება გახდა. რეკრეაციულ ზონაში 18 ჰექტარ ფართობში ფირმა სანმა 39120 ლარი გადაიხადა. უბრალოდ რაღაც კანონს ელოდებოდნენ. რომ შეესყიდათ. და მე შეისყიდეს რაღაც სასაცილო თანხაში და გადაყიდვა დაიწყეს ეგრევე მესამე პირზე და სანამ ფირმა სანის საკუთრებაში იყო, ესეთი სასწაულები ხდებოდა. ხებს წვავდნენ, ჩეხავდნენ. მე ვარ მონსტრი, 4 დღეში უღრანი დღე განადგურეს, შემოვარდნენ, ბულდოზერები შემოიყვანეს და ესე გადაუარეს. 1999 წლიდან ტყეპარკის დანაწევრება და გაყიდვა დაიწყო. ტყეპარკის საზღვრებში სამხედრო გზის პირას ბენზინგასამართი სადგურები, სუპერმარკეტები, სამრეცხაოები და რესტორნები გაჩნდა. ახალმა მეპატრონეებმა უნიკალური ხეების განადგურება დაიწყეს. დიღმელები მეპატრონეებს ტყის გაჩეხვას არ ანებებდნენ, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბამდე მიდიოდა. შევიძინე მიწა და ვიცავ ჩემს საკუთრებას. ეხლა აი უბრალოდ თქვენ სახში რომ ვიღაცა შემოვიდეს, ანალოგიური სიტუაცია რა. უბრალოდ აქ შეიძლება კარები არ ეკიდეს რა. ჩვენ გვჭირდება თვითონ ტყე. გვეყოფა უკვე რაც გაგვიყიდეს, რაც გაგვაუბედურეს, რაც მშივრები ვართ, რაც მათხოვრებად გვაქციეს. გარდა ტრაქტორისა და ბულდოზერისა უნიკალურ ტყეს კიდევ ერთი მტერი გამოუჩნდა, ცხვრისფარა, რომელიც მცენარეებს უმოწყალო დანადგურებდა. ცხვრისფარები ძაღლებით და მეცხვარების კარვებით, ასევე მიწის მესაკუთრე და ნებართვით იყო ტყეში შესული.
დაპირისპირება გაგრძელდა მანამდე, სანამ ამ პრობლემით 2002 წელს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი არ დაინტერესდა და ტყეში მივიდა. ხალხმა სხვადასხვის იმედი დაკარგა და მე მიშა გამოჩნდა. ჯერ არ იყო საკრებულოს თავმჯდომარე. 2 აქცია ჩაატარა. და ორივეჯერ ფინანსანიმ დაიხია. გაჩერდნენ რაღაცა, გაჩერდნენ. პირველ რიგში მე მართლაც მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, დაპირებულმა სამართლებრივმა მხარდაჭერამ არ დააყოვნა და ქალაქის მთავრობის და საკრებულოს დადგენილებებით ტყეპარკის ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა, მიწის ნაკვეთის ყიდვა, გაყიდვა და ლეგალიზაცია აიკრძალა. თუმცა საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას მეპატრონეები არ ასრულებდნენ და პერიოდულად მშენებლობას აახლებდნენ, რომელსაც ადმინისტრაციული ინსპექცია ვეღარ აჩერებდა. უკვე ჩაბეტონებული იყო ტრუბები, სქელი ტრუბები, ტერიტორია ბეტონით ჩასხმული და უკვე სულ ყავდა თავისი პატრონი. და იყო პატარა ტერიტორიებიც აღნიშნული და ძალიან დიდი ტერიტორიებიც აღნიშნული. მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს მოქალაქეების დიდი მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ქალაქის მთავრობის განცხადებით დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების მეპატრონეებთან მიწის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება დაიწყო. საკრებულოში დიღმის ტყეპარკის გადარჩენის მოთხოვნით მორიგი განცხადება შევიდა, რომელსაც 2000 დიღმელი აწერდა ხელს. ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა R1 სტატუსი. ანუ ტერიტორია, რომელშიც იქნებოდა ბუნება დაცული. ბუნების გარდა არაფერი, არც გასართობი ცენტრები, არც ატრაქციონები. ეს ყველაზე მკაცრი რეჟიმების სტატუსს ვითხოვდით. რაც მივიღეთ. 2006 წლის 27 ივლისის დადგენილებით დიღმის ტყეპარკის ტერიტორია გამოიყო, როგორც სპეციალური გამწვანების ზოლი და მისი ფართობი 20.5 ჰექტარით განისაზღვრა. მერიამ ხეების მოულაპატრონობის პროგრამების დაფინანსება დაიწყო, რაზეც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 600.000-მდე ლარი დაიხარჯა. ასევე ქალაქის მთავრობის დაფინანსებით 7.000-მდე ხის პასპორტიზაცია ჩატარდა. გამოკვლეული იქნა ნიადაგი. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე წითელ წიგნში შეტანილი 14 სახეობაზე მეტი მცენარე ხარობს. ბოტანიკოსი ჯიმშერ კერესელიძე, რომელიც სხვა მეცნიერებთან ერთად ამ ტერიტორიას იკვლევდა, ვარაუდობდა, რომ ტყეპარკს დენდროპარკის სტატუსიც აღუდგებოდა. უნიკალური ჯიშები არის, უბრალოდ ავიღოთ მუხებია. მუხებია უზარმაზარი თავის ასაკით და თავის აღწერილი ეს არის ეს საბუთები დადებული ადგილზე. ეგზოტებია წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ამას დაცვა უნდა და პატრონი უნდა. ნუ სახელმწიფომ უნდა უპატრონოს, ქალაქმა უნდა უპატრონოს, ქალაქის არის პრინციპში. ხო და აქ როგორც ჩანს მშენებლობებიც ემატება ნელ-ნელა იქედან სხვა მხრიდანაც იგის და ესე იგი სუნთქვის საშუალება აღარ გვექნება მაცხოვრებლებში. იგენ და ალბათ ჩვენც განვადგურდებით მე თუ ეს გამწვანების ზოლები თუ გაიჩეხა ქალაქში, ნუ ჩავთვალოთ რომ სუნთქვა აღარ გვექნება რა. დროთა განმავლობაში ტყეპარკის ტერიტორიაზე თბილისის სხვადასხვა უბნებიდან მრავალწლოვანი ხეების გადმორგვა ხდებოდა. ასე მოხდა დიღომში ჭადარი რუსთაველის გამზირიდან, კვიპაროსები თვალის კლინიკის ეზოდან, პალმები კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოდან გადმორგეს. ტყეპარკის აღდგენის და გამწვანების პროცესში აქტიურად იყო ჩართული ქალაქის მერი გიგი უგულავაც. ჩვენ სწორედ აი ამაზე ვსაუბრობთ. აი ამის გადარჩენაზე რაც დარჩა. ჩვენ აღარ ვეხებით იმას, იქ უკანონო იყო თუ კანონიერი. ღმერთმა მიხედოს იმათ, მაგრამ ამას რაც შეეხება, ამას გადავარჩენ. აი აქ არც ერთი სახლი აღარ აშენდება. აი ამის გარანტიას გაძლევთ მე. არც ერთი ნებართვა არ გაიცემა და ვინც გავედავს რაიმე აგურის დადებას, იმას ის აგური მოხდება თავში. თუმცა ქალაქის მერიის ასეთი მკაცრი პოზიციის მიუხედავად, გამწვანების ამ სპეციალურ ზონაში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა და ლეგალიზაცია არ შეჩერებულა. ჩინოვნიკების მიერ ტელეკამერების წინ დარგულ ხეებს კი მოვლა სჭირდებოდა. მარტო დარგეს და წავიდნენ და იმას რომ მოვლა პატრონობა სულ ყველაფერს უნდა. მე ანამ კიდევ ბევრმა ხალხმა მოვაგროვეთ ფული, შლანგები ვიყიდეთ, რაც სჭირდებოდა სულ ყველაფერი. წავდით ერთი 3 წელიწადია მუდმივად წავდით, თორემ ეს ნაძვი რაც გადარჩა. თქვათ თუ 100 ცალი იყო, ეხლა 30 გადარჩა, მაგრამ გადარჩა იმიტომ რომ ჩვენ წავდით ზამთარში უვლიდით თოვლისგან. კომუნისტების მმართველობის დროს დიღმის ტყეპარკი მტკვრის წყლით ირწყვებოდა. სარწყავი სისტემა უკვე აღარ ფუნქციონირებს. 2007 წელს ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით სარწყავი სისტემის პროექტი მომზადდა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 400.000 ლარს შეადგენდა. სარწყავი სისტემის ინტენსიური მშენებლობაც დაიწყო.
ტყეპარკში 7 კილომეტრიანი არხი გაიჭრა. დაპროექტებისას გაირკვა, რომ აღნიშნული არხით მოირწყებოდა არა მარტო ტყეპარკი, არამედ ტექსელის ხეივასაც ეყოფოდა ის წყალი, რომელიც მანამდე ტყვარში იღვრებოდა. თუმცა პროექტის დასრულება მერიამ ვერ მოახერხა. ჩატარებული სამუშაოები, თხრილის გაყვანა და მილების მოზიდვა კი დაახლოებით 100,000 ლარი დაჯდა. მარჯვენა კუთხე აქვს ნაყითი მანდარინს, ესეთი შეპესე მანდარინი არის. ისინი მოვარდნენ მერე სხვა მესაკუთრეებიც გამოჩნდნენ, ამბავი ატყდა, რომ ჩვენი მიწაო და ფაქტობრივად დააშინეს ეს მშენებლები, კეთილმოწყობის სამსახურშიც რაღაცა ხდებოდა და თან არჩევნები უახლოვდებოდა და თქვეს, რომ აი დავაკონსერვოთ. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ ქალაქის განვითარების პერსპექტიული გეგმა დაამტკიცა. აღნიშნული გეგმის მიხედვით დიღმის ტყეპარკის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი დაუდგინა. დიღმის მოსახლეობამ ქალაქის მერიას კოლექტიური წერილით მიმართა და მეტი დაცულობისათვის ტყეპარკისთვის ისეთი იურიდიული სტატუსის მინიჭება მოითხოვა, როგორც ბოტანიკურ ბაღს აქვს. გარდა ამისა, დიღმელები მერიისგან გზის გასწვრივ-განლაგებული უკვე მოქმედი ობიექტების დემონტაჟს ითხოვდნენ, რადგან მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მათი ლეგალიზაცია უკანონოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქის მთავრობის დადგენილებით ეს აკრძალული იყო. ამავე დროს მერიას სამხედრო გზის გასწვრივ-განლაგებულმა ობიექტების მეპატრონეებმაც მიმართეს და ტყეპარკის მცირე ზოლზე რეკრეაციული სტატუსის შეცვლა მოითხოვეს. დიღმის ტყეპარკის პრობლემებიც ამ მიმართვიდან დაიწყო. მოსახლეობა საქმეში უკეთ გარკვევისათვის ტყეპარკში საკრებულოს თავმჯდომარის ზალ სამადაშვილის მისვლას ითხოვდა. შემპირდა რომ მოვა. თანაც მითხრა კომისია შევქმნით, რომელსაც აბსოლუტურად ვენდობიო. ელოდებოდით ამ კომისიას და სამ გაირკვა, რომ საკრებულოს ჩატარეს ხდომა და დადგენილება მიიღეს. 2009 წლის 11 სექტემბრის ხდომაზე საკრებულომ ყოველთვის მოულოდნელად დიღმის ტყეპარკის ნაწილს რეკრეაციული სტატუსი მოუხსნა. საკრებულოს ამ დადგენილებით თბილისში კიდევ 52 ზონას შეეცვალა სტატუსი. დიღმის ტყეპარკის ტერიტორიის ნაწილი საქმიან ზონა ორად გადაკეთდა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და საკრებულოს წინ საპროტესტო აქციები გაიმართა. თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამწვანებული ქალაქია ისედაც და აი ამდენი პრაქტიკულად ნახევარზე მეტი გამწვანებული ტერიტორიების გაანადგურება გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას და თითოეული ჩვენი შვილისა თუ ჩვენგანის სიცოცხლე აშკარად საფრთხის ქვეშ არის. ამიტომ ჩვენ აქციებსაც ვაგრძელებთ, განცხადებაც იქნება შეტანილი იმოთხოვნით, რომ ეს აქტი გაუკვდეს და არ გავჩერდეთ ამ წარმატებას არ მივახცევთ და აი ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ აი ესე აერწინაღებით სიარული მოგვიწვიოს საკუთარ ქალაქში. რამდენი ხანი უნდა ხის გაზრდას და მოჭრას უნდა 10 წუთი, ხო? ასე რომ მე მიმაჩნია ეს მთელი ქალაქის მოსახლეობის და საერთოდ საქართველოს მოსახლეობის ბრალია რომ დავიცვათ ჩვენი მწვანე გარემო. არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკრებულომ საჯარო განხილვის გარეშე ფაქტობრივად ჩუმად მიიღო. კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი იხსენებს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო. საქმეში უკეთ გარკვევისთვის მას საკრებულოდან მიღებული გადაწყვეტილების პროექტი გამოითხოვა, რაც მიიღო კიდეც. აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ რეალურად მოქმედ ობიექტებსა და დიღმის ტყეპარკს შორის მოხდეს ხეივნის გასწვრივ ტერიტორიის გადაკეთება საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ად. როგორც აღმოჩნდა გადაწყვეტილების იმ პროექტში, რომელიც რეზო გეთიაშვილმა საკრებულოდან მიიღო, რეკრეაციული სტატუსი შეეცვალა ტყეპარკის დაახლოებით 1 ჰექტრამდე ტერიტორიას. ამას გრაფიკულ რუკაზე თანდართული ტექსტიც ადასტურებს. სარეკრეაციო ზონა 1 შეიცვალოს ზოგადად საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ad. დიღმის ტყეპარკი. დავით აღმაშენებლის ხეივნის გასწვრივ მოხდეს ხეივნის გასწვრივ ტერიტორიის გადაკეთება საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ad. 11 სექტემბრის საკრებულოს დადგენილება 24 სექტემბერს გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნდა. როგორც გაზეთში ვკითხულობთ, ამ დადგენილებით დიღმის ტყეპარკის ვიწრო ზოლს უკვე მოქმედ ობიექტებს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა. გარემოს დამცველი ორგანიზაციებისათვის საკრებულოს ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელი იყო. ქალაქმა გამწვანებული ტერიტორიის კიდევ 1 ჰექტარი დაკარგა. რეზო გეთიაშვილმა საკრებულოს დადგენილების გასასაჩივრებლად დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყო და იუსტიციის სამინისტროდან 11 სექტემბრის დადგენილება გამოითხოვა. განცხადების პასუხის მიღებიდან რამდენიმე ხანში, 2-3 დღეში მემართეთ იუსტიციის სამინისტროს და მოვთხოვეთ იგივე დოკუმენტი, რა დოკუმენტის გადმოგვეცა ჩვენ. აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი იყო სხვა. იუსტიციის სამინისტროდან მიღებული დადგენილების თანახმად რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა არა 1 ჰექტარს, არამედ 8-ს.
იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირებული დადგენილების ტექსტური ნაწილი სიტყვა-სიტყვით ემთხვევა გაზეთში გამოქვეყნებულ ტექსტს. ცვლილება მხოლოდ გრაფიკულ ნაწილშია, სადაც რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალა არა 1, არამედ 8 ჰექტარს. თუმცა გრაფიკულ ნაწილზე თანდართული ტექსტი იგივე იყო და იუწყებოდა, რომ სტატუსი მხოლოდ აღმაშენებლის ხიენის გასწვრივ ტერიტორიას გადაუკეთდა. გარემოსდამცველი ექსპერტი ეჭვობს, რომ საკრებულოში გაყალბებას ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, საკრებულოს ალბათ მოუწევს დეტალებში ახსნას რატომ მოხდა და რატომ აღმოჩნდა ამ დოკუმენტებს შორის ამხელა ცვლილება. კანონის მიხედვით ქალაქის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები მზადდება მერიის არქიტექტურის სამსახურში. დასამტკიცებლად მერია პროექტს წარადგენს საკრებულოში. საკრებულო დამტკიცებულ დადგენილებას რეგისტრაციისათვის იუსტიციის სამინისტროს გადასცემს. ბოლოს დადგენილება საკრებულოს უკან უბრუნდება გამოსაქვეყნებლად. ჩვენ საკრებულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარის გიორგი გოგოლაძეს მივმართეთ, რომ გაგვირკვია რატომ მიიღო საკრებულომ ერთი დადგენილება და რატომ გამოაქვეყნა მეორე. აქ რაღაც ის არის, ვერ გავიგე, მე არ ვიცი რა მოხდა, რატომ მოხდა, ეგ არ ვიცი. ეგ უნდა გითხოთ, ვინც გააგზავნა გაზეთში. აქ სხვა ჩვენ დადგენილებაში ხო ეს არის, ხო? ჩვენ მივიღეთ დადგენილება ესეთი, შეიძლება შეცდომა აქ არ ვიცი რატომ. მე არ ვიცი ეს რა გაზეთია მართალი გითხრათ, ხო? არ მინახია ესენი და მე ვიცი რომ ჩვენ მივიღეთ აი ესეთი ის დადგენილება. არ მართლა მე მართლა არ ვიცი პრესა ოპერატივი. ხო, გადასწრება არის განსხვავებული. მე კი, მაგრამ ეს არ ვიცი რა არის, ხო? და დინიცის. კითხავ კანცელერიასთან დავადი, მართლა არ ვიცი რა არის. მერიასა და საკრებულოში გვითხრეს, რომ გოგოლაძე ყველაზე კომპეტენტური იყო დიღმის ტყეპარკის საკითხებში, თუმცა მან არც ტყეპარკის ფართობი იცოდა, არც ის თუ რამდენ ჰექტარს მოუხსნეს რეკრეაციული ზონის სტატუსი. რამდენ ჰექტარს შეეცვალა ეს სტატუსი? მე ვიცი რომ აი ამ დადგენილების თანახმად, რომელიც ჩვენ მივიღეთ საკრებულოში, თბილისში რეკრეაციული ზონების ფართობი გაიზარდა 5-ჯერ. ანუ თუ იყო 100, ეხლა არის 500. ესეთი, ანუ მთელ ჯამში ქალაქში რეკრეაციული ზონების ფართობი გაიზარდა 5-ჯერ. ამ დადგენილების თანახმად. შეგიძლიათ აღმოსნათ როდესაც როგორ და დაემატა დიღმის ტყეპარკის გარდა ხო უამრავი გამწვანების და ეს რეკრეაციული ტერიტორიებია თბილისში. მაშინდე რაც ჩვენ გაზეთი წარუდგინეთ, გოგოლაძემ ინტერვიუ დატოვა და უარყო, რომ საკრებულო გადაწყვეტილებებს საქართველოს რესპუბლიკაში აქვეყნებდა. დიღმის ტყეპარკის საქმიანი ზონი ჩვენ ვითომ მივიღეთ მარტო ეს და ეს არ მივიღია. ხო, გაზეთში დაიბეჭდა, რომ თქვენ მიიღეთ მარტო ეს და ტექსტიც ეგეთია. მაგრამ ჩვენი გაზეთში არ ვიყავ. თქვენ იმ გაზეთში არ დაიწყოთ. გასაგებია, კი ბატონო. საკრებულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან აღიარა, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი სხვა იყო და საკრებულომ სხვა დადგენილება მიიღო. ეს პროექტია თან გადაწყვეტილება კი არა. ხო და მაინტერესებს პროექტი. ხო, ვიცი, მეც პროექტი მაქვს. ხო და პროექტი სხვა არის. დადგენილების მიხედვით ვილაპარაკო, დადგენილება არის ოფიციალური ვებგვერდზე და შეგიძლიათ ნახოთ. საკრებულოს თვითნებურად არ შეუძლია შეიტანოს ცვლილება მერიის მიერ წარდგენილ ცვლილებათა პროექტში. და თუ ასეთი რამ მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი. ვინაიდან სახეზე გვაქვს სამოხელეო დანაშაულთან, კონკრეტულად კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან. ჩვენ გაზეთ საქართველოს რესპუბლიკას დავუკავშირდით. ქალაქის გენგეგმარული ხო? კი, ქალაქის გენგეგმაზეა. როგორ არა საკრებულო? საკრებულოს მოგაწოდათ ხო? თბილისის საკრებულო გადაწყვეტილება 10-20. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომ გითხრან, რომ ჩვენ არ ვიცით საიდან ეს იგი არა ღამე გაათენეს ამისთვის, რომ ეს გამოსულიყო გაზეთში დაბეჭდი. საკრებულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან აღიარა, რომ თბილისის მერიის მიერ წარდგენილი პროექტი სხვა იყო და საკრებულომ სხვა დადგენილება მიიღო. თუმცა როდის შეიცვალა დადგენილების გრაფიკული ნაწილი, ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა. არადა ჯერ კიდევ 9 სექტემბერს კომისიის ხდომაზე ცვლილებების წარდგენისას სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ ნიკა ჩხაიძემ დიღმის ტყეპარკში განხორციელებული ცვლილება იმით ახსნა, რომ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ათვისებული იქნა სამშენებლო თვალსაზრისით, საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და ასე შემდეგ. მან განმარტა, რომ ეს იყო რეალურად მოქმედი
ხოლო დანარჩენ 7 ჰექტარზე კი, რომელსაც სტატუსი შეეცვალა, არც ერთი ნაგებობა არ დგას. საბოლოოდ დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მერიამ საკრებულოს გენერალურ გეგმაში შესატანით ცვლილებები წარუდგინა, სადაც დიღმის ტყეპარკის დაახლოებით 1 ჰექტარს ეცვლებოდა სტატუსი, რაც საკრებულოს მიერ რეზო გეთიაშვილისადმი მიწვდილი ინფორმაციით დასტურდება. საკრებულომ მიიღო დადგენილება და იუსტიციის სამინისტროს დასარეგისტრირებლად გადაუგზავნა. იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი დადგენილებით დიღმის ტყეპარკის არა 1, არამედ 8 ჰექტარს შეეცვალა რეკრეაციული სტატუსი. იუსტიციის სამინისტროდან, როგორც კანონი ითვალისწინებს, დამტკიცებული ცვლილებები უკან საკრებულოს დაუბრუნდა და საკრებულომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში გამოაქვეყნა. თუმცა გაზეთში საკრებულომ გამოაქვეყნა არა ის რუკა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა და დიღმის ტყეპარკის 8 ჰექტარს შეეცვალა სტატუსი, არამედ ის რუკა, რომლის თანახმადაც ტყეპარკის მხოლოდ 1 ჰექტარი გადაკეთდა საზოგადოებრივ საქმიან ზონად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა შეისწავლა ქალაქის საკრებულოში დიღმის ტყეპარკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასებისათვის მთავარ პროკურატურას მიმართა. ნიშანდობლივია, ცვლილებების ის პროექტი, რომელიც რეზო გეთიაშვილმა საკრებულოდან სექტემბერში მიიღო, ანა გაბრიაძემ 2 თვის შემდეგ გამოითხოვა. მას საკრებულომ განსხვავებული დანართი მიაწოდა, სადაც სტატუსი 1-ის ნაცვლად 8 ჰექტარს ჰქონდა შეცვლილი. ეს პასუხისმგებლობის საფუძველია სისხლისამართლებრივი კუთხით. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობამ ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებამ დაინტერესებული პირის მიმართ, ანდაც დამახინჯებული ფორმით გადმოცემას, მნიშვნელოვანი ზიანი უნდა მოიტანოს საზოგადოებრივი კუთხით. საკრებულოს 11 სექტემბრის დადგენილება კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელმა და ანა გაბრიაძემ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში 2009 წლის ნოემბერში გაასაჩივრეს, თუმცა დღემდე პროცესი არ დანიშნულა. სასამართლომ ასევე უარი თქვა აქტის მოქმედების შეჩერებაზე. სარჩელში ქონდა ასეთი შუამდგომლობა დაყენებული, რომ ჩვენ გვინდოდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით შეგვეჩერებინა ამ აქტის მოქმედება, რომ იქ არ წარმოებული იყო, ასე ვთქვათ, იგივე გაჩეხვითი სამუშაოები, ან არ გაცემული იყო შემდგომში მშენებლობის ნებართვა. თუმცა ამაზე სასამართლომ უარი გვითხრა. კითხვებზე შეიტანა თუ არა საკრებულომ ცვლილება ქალაქის მერის გიგი უგულავას მიერ წარდგენილ პროექტში თვითნებურად, ან რატომ გამოქვეყნა გაზეთში არასწორი ინფორმაცია, შევეცადეთ პასუხი საკრებულოს თავმჯდომარის ზალ სამადაშვილისგან მიგვეღო. კანონის მიხედვით საკრებულოს ხდომა ღია და საჯაროა და ნებისმიერ მსურველს მასზე დასწრების უფლება აქვს. ჩვენ საკრებულოს ხდომის ვიდეო გადაღების უფლება საკრებულოს თავმჯდომარის ზალ სამადაშვილს ოფიციალური წერილით ვთხოვეთ, თუმცა მას საჯაროს ხდომაზე დასწრების უფლება არ მოგცა. გამარჯობათ ბატონო ზალ. იცით რა, მოგვიანებით დამირეკე რა გენახა. რამდენი ხანი შეხვედრა მაქვს ახლა და არ დიდი ბოდიში. საკრებულოს ხდომაზე მინდა დასწრება და ვერ ვესწრებ. შემოსული არის განცხადება, მე როგორც ვიცი და ეს აპარატს უნდა დაუკავშირო. აპარატი არ მიშევს, მეუბნება რომ 1 თვის ვადა აქვს და იქნება გადამაღებინოთ ეს მჭირდება კადრი. იცით რა, დაუკავშირდით თამუნა ჯინჭარაძეს პრეს სამსახურს გენაცვლი და გაარკვევი. უკვე ვესაუბრე გამითიშა ტელეფონი. ნუ რა გითხარგიყოთ, ესია წესი და რიგი. აპარატის უფროს უნდა დაუკავშირდეთ გენაცვლი ან პრეს სამსახურის იმას. ძალიან ვთქვი, შეხვედრა მაქვს, ეხლა ნუ შემიშვით და სამაბადიეთ. საკრებულოს პრესამსახურის უფროსმა თამარ ჯინჭარაძემ ხდომაზე იმოტივით არ დაგვიშვა, რომ მასზე დასწრების უფლება წერილობით მოვითხოვეთ. რამდენ ხანში მომცემთ პასუხს? არ ვიცი, ახლა მე დღეს ახლა ვერაფერს ვერ მოგხსენ. და თქვენ სახელზე არ არის წერილი ზალ სამადაშვილს? მე გადმოამისამართებენ ჩემ სახელზე ყველა ვარიანტში. და რა პრობლემაა? იქნება დამიშვათ რომ გადავიღო ვიდეო გადაღება. არა, ახლა წერილობით მიიღებ პასუხს თქო კითხარი ნანა რა. და რამდენ ხანში მივიღებ? ქალაქის საკრებულოს შენობაში ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ მოხვდით, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კობა დავითაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა. შეა პრეს-ცენტრი, ბატონო, მე ვარ საკრებულოს წევრი, მოდიან ჩემთან. მე მაქვს უფლება დაუშვო საშვი და ძალიან ვთხოვთ. თუმცა საკრებულოს დაცვა პრესამსახურის მითითებით მაინც არ გვიშვებდა. აი, ბატონო, გავაბატე გაარკვევს. კიდე არ გვიშვებ, კი ბატონო. მე რო წვითავ და კი ბატონო, მე რა გიქნა. საკრებულოს ხდომის დასრულების შემდეგ ზალ სამადაშვილმა ყველა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ჩვენს კითხვას კი თავი აარიდა. ბატონო ზალ. სტუდია მონიტორმა ზალ სამადაშვილისგან კომენტარის მიღება კიდევ ერთხელ სცადა, როდესაც ის საკრებულოს თავმჯდომარედ ხელმეორედ აირჩიეს. თუმცა პასუხი არც ამჯერად მიგვიღია. სხვა საკითხთან დაკავშირებით. არა, უკვე
ეს სტუდია მონიტორიდან რომ ჩვენ დიგნის ტექნიკასთან დაკავშირებით თუ შეიძლება ერთი ფაზი ვინ შეიმუშავა ქალაქის გენგიგმაში შესატანი ცვლილებები? რის საფუძველზე იქნა მიღებული ეს ცვლილებები? ტყეპარკის რა ტერიტორიას შეეცვალა სტატუსი? ამ და მრავალ სხვა საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებით ჩვენ ქალაქ თბილისის მერიას არაერთხელ მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. არც ერთ კითხვაზე მერიისგან პასუხი არ მიგვეღია. ასევე ვერ მოვიპოვეთ ინტერვიუს ჩაწერის უფლებაც. თქვენ ჩაწერილი ყოფილიათ საკრებულოდან, ხო? საკრებულოს წევრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველაზე კომპეტენტური ამ შემთხვევაში ეგ პიროვნება არის. რატომ არ შეასრულა ქალაქის მერმა საკუთარი დაპირება? რატომ შეეცვალა დიღმის ტყეპარკს რეკრეაციული ზონის სტატუსი? ეს კითხვა გიგი უგულავას ჩვენ მაშინ დაუსვით, როდესაც ის წინასაარჩევნო დიღმელებს ხვდებოდა და ქალაქის მერად არჩევის შემთხვევაში ახალ დაპირებებს იძლეოდა. დიღმის ტყეპარკს 8 ჰექტარს რატომ მოუხსნის, რატომ მოუხსნის წარდგენი ქალაქის მერია? პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ სამწუხაროდ სოციალიზმის ბევრი დღეს უნდა ლაპარაკობს მაშინ როცა ხელისუფლებაში იყო შეუწყო მის გასხვისებას ხელი და კადასტრი რო ჩართოთ მთელი ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი არის კერძო საკუთრება შესაბამისად ძალიან ხშირია და პრობლემები როცა მესაკუთრეები ხეებს აზიანებს სპეციალურად ეს ჩვენ მივიღეთ ჩუალედური გადაწყვეტილება რომ ზონა ნაწილს იქ სადაც ნაკლებია ესე ვთქვათ გამწვანება შეცვლოდა და შესაბამისად იქ სპორტული და გამაჯანსაღები დანიშნულების შესაძლებლობა ყოფილიყო ამით ჩვენ რეალურად მიმაჩნია რომ თავიდან ავიცეთ ის მასიური განადგურება რომელსაც სამწუხაროდ ბევრი მესაკუთრე ახდენდა ამ ტერიტორიაზე რაც საბოლოო ჯამში დაპირება იყო რომ რეკრეაციული ზონა პირიქით გაშენდებოდა ის სტატუსი რომელიც იმ ნაწილს აქვს რეკრეაციულს გულისხმობს უბრალოდ იქ შეიძლება დამატებითი ფუნქციები როგორიც არის მაგალითად სპორტ დარბაზი გასართობი და ასე ვთქვათ დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა არადაკანონის მიხედვით სტატუსის საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 ნებას რთავს მეპატრონეს ტერიტორიის 70% ისეთი მშენებლობებით აითვისოს, როგორიცაა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, ბანკები და სასტუმროები. მერიამ დიღმის ტყეში ინტენსიური და შეუზღუდავი მშენებლობა დააკანონა. ვინ არიან ის უხილავი მეპატრონეები, რომელთა გამოც ქალაქის განვითარების პერსპექტიული გეგმა შეიცვალა და საქართველოს პრეზიდენტის და ქალაქის მერის დაპირებებიც კი გადაწონა. ნიშანდობლივია, რომ გიგი უგულავაც და მიხეილ სააკაშვილიც ამ დაპირებებს სწორედ იმ ადგილიდან იძლეოდნენ, რომელსაც შემდეგ სტატუსი შეეცვალა. და ვინც გაბედავს რაიმე აგურის დადებას, იმას ის აგური მოხდება თავში. მე ხალხმა იმისთვის ამირჩია, რომ ყველა ბანდის თბილისი არ გავანადგურებიო და ამ ხალხს არ წაართვა ბოლოს საცრუსაბადებელი. ჩვენ მოვიძიეთ იმ მეპატრონეების ვინაობა, ვისთანაც საკრებულომ და მერიამ მოლაპარაკება ვერ შეძლო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გიგი უგულავას და გიორგი გოგოლაძის განცხადებით ხეებს წვავდნენ და რეკრეაციულ ზონაში არსებულ მწვანე ნარგავებს ანადგურებდნენ. მართლაც ვისი ინტერესები გაითვალისწინა საკრებულომ. ამაზე პასუხი მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც სტატუსშეცვლილი ზონის მეპატრონეების სიას გავეცანით. 2007 წელს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მთავრობის 27 ივლისის დადგენილებით ყიდვა გაყიდვა და ნებისმიერი ლეგალიზაცია დიღმის ტყეპარკის ტერიტორიაზე აკრძალული იყო, შეპესე მანდარინმა მოქალაქე ნოდარ კვანტალიანისგან 9720 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნოდარ კვანტალიანი შეპესე საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი იყო აკაკი ჩხაიძის დირექტორობის პერიოდში. კვანტალიანი უძრავ ქონებას დიღმის ტყეპარკში 2003 წლიდან ფლობდა. სანამ შეპესე მანდარინმა რეკრეაციულ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთში 972,000 ამერიკული დოლარი, ანუ 1,666,980 ლარი გადაიხადა. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ შეპესე მანდარინის ერთ-ერთი დამფუძნებელი კახაბერ ოქრიაშვილია, რომელიც ასევე კომპანია PSP-ს მფლობელია. კახაბერ ოქრიაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის მაჟორიტარი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში. ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატია შეპესე მანდარინის მეორე დამფუძნებელი კობა კურდღელაშვილი. კიდევ ერთი მეპატრონე, რომელთან მოლაპარაკება ვერ შეძლო და ვის ინტერესით საკრებულომ გაიზიარა, შეპესე DTS-ია. ქალაქის გენგეგმაში ცვლილებების შეტანის პერიოდში აღნიშნული შეპესე რეკრეაციულ ზონაში 9045 კვადრატულ მეტრს მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით ფლობდა.
შეპესე დეტესეს დამფუძნებელია საქართველოს პარლამენტის კიდევ ერთი წევრი გიორგი გოგუაძეც. გია გოგუაძე პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსათვის საარჩევნო ბლოკიდან მოხვდა. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით 2008 წლის ივნისამდე ის შეპესე დეტესეს აღმასრულებელი დირექტორი იყო. მიწის ნაკვეთის რეკრეაციული სტატუსის შეცვლიდან 2 თვეში 2009 წლის ნოემბერში შეპესე დეტესემ აღნიშნული უძრავი ქონება სააქციო საზოგადოება TBC-ის $1,500,000 ამერიკულ დოლარად მიყიდა. 2007 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე თბილისის მერიამ პროექტი რაც შენია შენია წამოიწყო, რომელიც მოქალაქეებისთვის იმ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. ახალ კანონში მკვეთრად იყო განსაზღვრული ის ტერიტორიები, რომლებიც მოქალაქეებისათვის დაკანონებას არ ექვემდებარებოდა. მაგალითად, რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყეპარკი, სკვერი და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიები. თავრობისგან ვიყიდეთ. თავრობისგან სახელმწიფო მოყიდა. დიახ, სახელმწიფო მოყიდა. მიწაზე ეს. კანონი რაც შენია შენია. მართლაც 2009 წლის 2 თებერვალს რაც შენია შენიას ფარგლებში ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა დიღმის ტყეპარკში მდებარე პიონერთა სასახლის შენობა იქ შეჭრილ მოქალაქეებს დაუკანონა. არადა ზემოთხსენებული კანონი ასეთი ტიპის ტერიტორიაზე უნებართვად დაკავებული ქონების დაკანონებას პირდაპირ კრძალავდა. სტუდია მონიტორის გამოჩენამ ახლა დაკანონებულ კორპუსთან ხმაური გამოიწვია. განსაკუთრებული აგრესიით შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის დედა გამოირჩეოდა, რომლის ოჯახიც როგორც აღმოჩნდა ამავე კორპუსში ცხოვრობდა. წაშალეთ გაუნებით არა თქვენ სახელზე გვარგავიგებდა თუნდაც წაგებად საქმე. როგორც მოიყვანე ისე წაშლებინე კამერა და წაიყვანე აქედან თორე პრობლემა შეგექმნი იცოდი. ვითი მეგუღრებით ამიხსენე. მე რო ჯამარკაბაში მივალ და მე გამძაცხადებ რომ შემოყვედეთ კერძო საკუთრებაში. ეს თქვენი მოწყობილია და ამას განანებთ იცოდეთ. რატომ მემუქრებ? ტყეპარკი გადაიღე დარგიშვილით, მაგრამ ამ კორპუსს უღარ იღებ. კორპუსი არ არის ტყეპარკი. ტყეპარკის არ არის კორპუსით მე გადაიღე ტყეპარკის მაგან. მიიღეთ ბიძი კამერა გათიშეთ თქვა. გაუნდებით თორე წაგერ ჩამოგერხმევა მაგ კამერა. ხაბატონ მიიღე. დაწნარ. წაშალე მაგირას გაუნდებით თორე. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მოთხოვნა მერიაში 2009 წლის 28 იანვარს შევიდა. მერიას ამ წერილის განხილვის 3 თვიანი ვადა ჰქონდა და თბილისელების უმეტესობა თვეობით ელოდება ქონების ლეგალიზებას. დიღმელების წერილის განხილვა და მათი ქონების ლეგალიზება კი მერიამ 4 დღეში შეძლო. 2008 წლის 28 მარტს დიღმის ტყეპარკში კიდევ ერთ ნაკვეთს შეეცვალა მეპატრონე. 44351 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეპესე TG Trade-ის საკუთრებას წარმოადგენდა, კომპანია Chemexim International-ის საკუთრებაში გადავიდა. კომპანია Chemexim International, რომლის ოფიციალური მისამართი მარშალის კუნძულებია, 1994 წელს არის დარეგისტრირებული. აღნიშნული კომპანია საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ძმის, დავით ბეჟუაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მისი პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ შეპესე Chemexim International-მა უძრავი ქონება რეკრეაციულ ზონაში $2,606,961 ამერიკული დოლარის აღიარებული ვალის სანაცვლოდ მიიღო. მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს დიღმის ტყეპარკის გადარჩენის აქციებს აწყობდა და მისივე თქმით პოლიტიკურ მაფიას ებრძოდა, დღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაა. დიღმელების საკუთარი ხელით გაზრდილი ხეების დათმობას კვლავაც არ აპირებენ. ისინი ჯერ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას ელოდებიან. მოქალაქეების დიდი ნაწილი დღემდე ოჯახში ინახავს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2003 წელს პერსონალურად მიწერილ წერილს, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე მაფიასთან ბრძოლაში დიღმელების თანადგომას ითხოვდა. ძვირფასო დიღმელებო, ეს უნიკალური პარკი არის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე ზოლი, რომელიც შერჩა თბილისს. თბილისის მერიის კორუმპირებულმა მოხელებმა რამდენიმე წლის წინ დიდი ქრთამისანაცვლო დოკუმენტების გაყალბებით პარკი გაყიდეს ნაკვეთებად. ჩემი ინფორმაციით ამ ხალხის უკან დგანან ყოფილი და მოქმედი მინისტრები, სხვა მაღალი რანგის მოხელეები. მოვა დრო და მექნება შესაბამისი ძალაუფლება, რათა უზრუნველყო, რომ ეს ხალხი აღმოჩნდეს ციხეში. მე ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც დაგვეხმაროთ, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ბავშვების მომავალი. თუ მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა მაფიამ გაიმარჯვა დიღომში, ბევრ ადამიანს სამუდამოდ დაეკარგება მომავლის იმედი და ეს მაფია ბოლომდე გავათავს. ხოლო თუ ჩვენ ერთად დგომით მათ კიდევ ერთხელ დავახევინებთ უკან,
ეს იქნება იმედის დაბრუნება დანარჩენი საქართველოსთვისაც. მე უკან დამხევი არ ვარ და ვიცი რომ თქვენც ჩემთან ერთად იქნებით. უღრმესი პატივისცემით საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი.